ამ ვიდეოში არ გეტყვი თუ რამდენად საზიანოა მოწევა, მაგრამ გეტყვი რამდენად კარგია თუ მას დაანებებ თავს. დაახლოებით 20 წუთში გულისცემა და წნევა დაუბრუნდება ნორმას. 12 საათში ორგანიზმი თავისუფლდება მხუთავი აირებისგან და იზრდება ჟანგბადთან მიკავშირების უნარი. 3-დან 7 დღემდე ყველაზე დიდი ბრძოლა გაქვს, რადგან ორგანიზმი ეგუება უნიკოტინობას. ამ პერიოდში თავს ყველაზე დაუცველად და სუსტად გრძნობ. მაგრამ თუ გააგრძელებ, ორგანიზმი ადაპტირდება ახალ გარემოებასთან და იწყებს ჯანსაღი ნორმის შექმნას. ერთ თვეში ბრონქიტისა და სასუნთქი დაავადებების რისკი მცირდება. 3-დან 9 თვეში უმჯობესდება ფილტვის ფუნქცია 10%-ით, რაც გამოიხატება ჯანსაღ ცხოვრებაში, ფიზიკური აქტიურობის და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებაში. ყოველდღიურობაში კი უფრო მეტი ენერგია გაქვთ. ერთ წელში ინფარქტისა და კორონალური დაავადებების რისკი მცირდება. 5 წლის შემდეგ კი თამბაქოთი გამოწვეული კიბოს რისკები ნახავდება. 10 წლის შემდეგ სისხლძარღვები ჯანმრთელ მდგომარეობას უბრუნდება, ათეროსკლეროზი რეგრესირდება და თრომბის რისკები მცირდება. ყოველ ამ ეტაპზე შენ თავს უკეთ და უფრო ჯანმრთელად გრძნობ. იმისთვის რომ უფრო მეტი გაიგო ადამიანის ორგანიზმზე, გამოიწერე ჩემი გვერდი.